აი დიამშვიდობისა მოკლედ ესე იგი როცა სტაბილურად ვიწყებ ვარჯიშს დილას ვერ ვიძებ ხოლმე ისეთი თაღლილი ისე მტკივა ხოლმე კიდურები რომელიც ვავარჯიშე კონკრეტულად შეიძლება ეს იყოს ფეხები ან მკლავები პრესი არა პრესი ჩემთვის არ არის რთული პრესს ყველაზე ადვილად ვავარჯიშებ პრესი არ მიჭირს ხო და ისეთი დანგრეული ვიღვიძებ ხოლმე ეს ტანსწმერია რომელიც გუშინ გვეცვა აი ესეთი ჩვევა მაქვს რომ გარეთ რაც მეცვა იმეებს რომ ვიხდი ჯერ აქ ვალაგებ რაღაც დრო ხა შარვალს ყოველ ჩაცმაზე ვერ გარეცხავ ხო მაგრამ ჯერ აქ ვალაგებ და მე ვდებ უკან ხა ამასაც ერთ ჩაცმაზე არ გავრეცხავ დღესაც ჩავიცნობ ხო და აქ მიწვია ხოლმე ესე რაღაც წამოიგი შევალაგოთ სადაც რისი ადგილია ხო და მოკლედ ესე კივა ტრაკი და ასევე ანაია შეისროლე კალე ასევე ის მკლავები კიოთა თილას რო გავიღვიძე სასტიკად აქაურობა ისე აევსო მე არ მაქვს ახლა ნერვი ხო და ისო გუშინ გადმოვიყარე მზესუმზე რაღაცა ღამოს რო ვიყიდეთ ჩემთვის დღევანდლისთვის იმიტომ რომ ესენი ღამეს უმიჭამენ ხოლმე როგორც თქვენ ციცით და მე აღარ მხვდება ხოლმე ხო და 16 გრამი გადმოვიყარე ხალხო და აი ქვიჯექი წინ მედგა აი მზესუმზია როგორი რაღაცა არ მშიოდა საერთოდ გუშინ რა ვიცი შვენივრად 1400 კალორია მქონდა ნაჭამი და აი საერთოდ არ მშიოდა ხო და არც მინდოდა აი როგორ მატყუარა ჩვენ ტვინი პროსტა ხა ბრაზობ რო ყვები წინ მედო პროსტა რა ხო და ისა ვუყურებდი ვიდეოს და ხა სემიჩკა ხო ის როგორ რაღაცა სემიჩკა ვიდეოს ხო და ნუ მეთქი აი ხა ორ წელს ავიღებ უბრალოდ ეგ არც მიფიქრია და ეგ მე ვიფიქრე შემდეგ ორ წელზე ანუ ცოტა ავიღე რა და გავსინჯე და მე რამეს უყურებ სემიჩკა ხო იცი როგორ მიდის ხო და აი ეს ნახევარი სემიჩკა შევჭამე ხალხო 16 გრამი მქონდა და არ დამითვლი ახლა რამდენი შევჭამე მაგრამ აგერ არის ქარმა გადაყარგად მოყარა ფართო ეს ორივე იყო სავსე ძალიან ბევრიც არ მიჭამია მაგრამ რაღაცა მაინც რა ანუ გატყუებს შენი თავი თუ ავტომატზე მიუშვებ აი ესე არაფრიდან მოგატყუებს აი ამ ყველაფერს ვისწავლით მე და ჩემი გოგოები ყველაფერზე ვისაუბრებთ და აი ესე დავიკლებ წონეს ცოკომის მოაწრო აი ამას აი ეს ხო იჭერდა რო არ გახსნილიყო ხო და მოაგლიჭა წავიდეთ
გრილია ზაიციტკოსა უშნოცა არა ლამაზ ეს I cannot swim აი ამაზე იყო თოკომ რომ მითხარ ყველაფერი ჩვენ თავშია გამიყვარს ეხა პირველ რიგში რაც მინდა ეს არის რომ წყურია და ჩემი ბოთლი აი ძალიან წყურია და მინდა ნალექიანი ყავა ხოდა ის 16 გრამი მე ხომ მთლიანად ჩავისვლი დღეს დილას იმ 16 გრამს და ვითომ სულ ახლა შევჭამე დილას მგონი უკვე მიეფიცხამდეს შეგრძნება მაგ ხოლმე როცა დეფიციტზე ვარ შეგრძნება მაგ ხოლმე რომ შეიძლება მშრალი ნახე რატო როცა ზედმეტს ვჭამ სიცხესაც ვიღებ ზედმეტ სხვადასხვა რაღაცეებიდან და თან გამძღარი რო ხარ მე წყალიც აღარ გინდა და როცა დეფიციტში ხარ კი დღის განმავლობაში მშვენივრად ჭამ მაგრამ რაღაც ეტაპზე გააქვს შეგრძნება რომ სიცარიელის რა ხო და ამ დროს უკვე იწყებ განსხვავებას გშია თუ წყურია და მე ადამიანი ფიქრობს ახლა როგორ როცა ჭარბი წონა მქონდა დავიჯერო არასოდეს არ მწყუროდა როცა თურმე ახლა ეს რომ მწყურია მაშინ მწყუროდა უბრალოდ ვერ იგებდი აი ამაში საიდუმლო ასე და ახლა ეს როცა ზედმეტ აღარ ჭამ წყურვილის გრძნო ანუ წყურვილის გრძნობასაც შიმშილში თვლი და ჭამდი როცა ზედმეტ აღარ ჭამ წყურვილის გრძნობას უფლებას აძლევ რომ იყოს ხვდები და გრძნობ ჰადა 5 მწარე იქნება 6 გრამს რო უყრე ხოლმე მაშინაა იდეალური მაგრამ გადაკეთდა აუგუსტა გვიანი გებს ხოლმე ზოგჯერ დაბალ გრამობაზე ამიტომ ეს რამდენი გრამიდან ითვლის 1 გრამიდან არ ითვლის სინამდვილეში 1 გრამი 2-დან ითვლის ზეცორი ითვლის ხოლმე 1 გრამს ლაიფ ჰაკი მაქვს როგორ დავცვალო ეს პირსახუთი აქ ჩამოიკიდა ვერც დავინახე მე ჩემი კირიკა ვერ დავინახე აი მე გამაგიჟებს ეს
ესე იგი ხალხო ვერ ვნახულობ ვერ ვნახულობ ვერაფერს ინას ჯერჯერობით ხოდა ხობულეთში ვნახე არა ხობულეთი აღარ მინდა იმიტომ რომ ანუ ბათუმში უყვართ ბავშვებს ხობულეთში უკაიკეს იქ არ არის ბევრი რაღაცები ეს რესტორნები ესეთი დონაც არ არის აუს ჩავაბრუნე მთელი ის არ მიყვარს ეგეთი ყავა უგემური არ არის დონა არ არის რესტორნები იქ მაკდონალდსი და ეგენი არ არის ხო და თან კიდე ანუ ფასებიც არაა ბევრად იაფი არა მე ძალიან მიყვარს ქობულეთის პლაჟი მე ქობულეთის პლაჟი უფრო მიყვარს ვიდრე ბათუმის იმიტომ რომ ისა უკანის ტყესავით რო აქვს ეგ ადგილი მიყვარს ძალიან ანუ ზღვის და ქუჩას შორის ტყესავით როა სადაც შეგვიძლია რომ იყო რა ეგ ადგილი ძალიან მაგრამ მიყვარს აი ურეკში დასვენება არასოდეს არ მიყვარს და რაღაცნაირი არ ვიცი ჩემთვის შევეღაც ძალიან უყვარს აჰა, ვაწავედი ხა შენ წავიღო შოკოლადი და მზეს უჭური და ჩამოსაგდავდი. მზეს უჭური და კი რა ყავა და შოკოლადი. ესე Antri akari da koymuş vidadım almış. Çiçem olsun. Bir vidar okuydu. გუშინ ვიღაცამთან მიწერა ესაო კურსები გაიარეო წონაში კლებაზეო და არ დააზიანო ადამიანიო ხა თქვენ როგორ ფიქრობთ მე ამას ესე უცოდინრად გავაკეთებდი აი თქვენ როგორ ფიქრობთ არ გავარკვევდი ამ საკითხს საქართველოში სამედიცინო საქმის წარმოების შესახებ არის კოდექსი. მე არ ვეწევი სამედიცინო საქმიანობას და ვინც არ ეწევა სამედიცინო საქმიანობას, მას შეუძლია, რომ ჩაატაროს ეს. ადამიანი შეიძლება არ იცის რა პრობლემა აქვს და მერე გამოუვლინდესო. ანუ აქ ხდება მხოლოდ დეფიციტით წონაში კლება. ადამიანი რომელსაც არ იცის რა დაავადება აქვს და ჭარბი წონა აქვს, იმან უფრო შეიძლება დააზიანოს, ანუ კალორიული დეფიციტი არ დააზიანებს არავის. თუ ადამიანს დიაბეტი აქვს, ეგ აუცილებლად ეცოდინება
და გაიგებს კიდევაც და ცუდი შედეგებიც მაშინ აქვს, როცა არ აქცევს ყურადღებას, თორე როცა ყურადღება ექცევა, ანუ წონის კლება იწყება, პირიქით უმჯობესდება მდგომარეობა. ასე რომ, ჯერ გაიკვირეთ ხოლმე ეგ თემებში და ადამიანს ბრალი მერე მოსდეთ ხოლმე. ხო, მე არასოდეს ეს რაღაცას არ დავიწყებ ისე, რომ ამაზე კონსულტაცია არ მქონდეს გავლილი ექიმთან. კოტისთან რა თქმა უნდა, შესაბამისად. არანაირი რისკი, მხოლოდ სარგებელი. კაი, ახლა წავიკითხოთ კომენტარები. ყველა ბოროტი კომენტარი იქნება დაბლოკილი, იცოდეთ. თამარ ნინი გამარჯობა, არ ვიცი რამდენ დაინტერესებული ხართ ქონიოთი. მაგრამ არის ერთი სასტუმრო, სადაც მე დავდიოდი მისაღებ ფასად. ინდია სასტუმრო ქვია. 2 წლის მივხვდი კაცზე 70 ლარს. ხუმრობ. რომელშიც ყვებაში შედიოდა. ჩვეულებრივ სამჯერადი. აქვს დიდი ნომრებით. ახლა ალბათ ცოტა მომატებული ექნება ფასი, მაგრამ არ მგონია კატასტროფულად გაეზარდა. გარდა ამისა, წყალი ბევრად სუფთაა და ბათუმიც იქვეა. აღარლეთ ბათუმის სანაპირო არ მიყვარს, გონი უყარეს ჯობს ბევრ. ანუ აი ესეთ კომენტარს რომ მიწერს ადამიანი, მგონია ხოლმე ხუმრობს. 70 ლარი კაცი 6 ვარ, აბა გადაამრავლე რამდენია. ანუ მე ვერ ვიტან, როცა ყვება მოყვება. მაგვარიანტებს. ახლა რატო? მე ვარ ადამიანი, რომელსაც აქვს არასტანდარტული ყვებით ქცევა ბავშვობიდან. მე არა ვარ ესეთი, რომ დილას საუძმე, მერე სადილი, მერე ვახშამი, ესე არ ვიყვებოდი არასოდეს. როცა მომშვიდება, მაშინ უნდა ვჭამო. და როცა შეზღუდულია ყვების საათები, ამ საათიდან ამ საათამდე უნდა ჭამო. ჯერ ერთი წესიად გარეთ ვერ გასულ ხარ, რომ აი და არ დაგაგვიანდეს, ანუ მიბმული ხარ. ემტა ფული გადახდილი და მით უმეტეს თუ ოჯახზე. ცალკე უნდა წახვიდე მერე და იყიდო, იმიტომ რომ იქ არ არის პირობები, რომ შენით მოიმზადო. და მე ვთქვი კიდე ვერ ჭამ ადამიანის წესიარად რა. ანუ იმას გულისხმობ, რომ როცა შენ შეეხება, მაშინ არ იყოს ჭამის დრო. ცხოვრებაში ერთხელ ვიყავი სასტუმროში, სადაც ყვება იყო. და შო, მე ჯერ აღარ ყოფილვარ. მიჩვენია ჩემით გავაკეთო რამე. ვიდრე ეგეთი რაღაცა. No. ასე. ნაუტილუს ნინი წარმატებებს გისურვებ. მე ჩვენს ახალ წამოწყებაში ცირას ფიქრობდი, ამდენი ნუტრიციოლოგი და ყვების კონსულტანტი მხდება ბოლო პერიოდში და მათი უმრავლესობა არ არის იმ დონეზე გარკვეული, როგორც შენ. წუხელას ერთ მათგანს უსმენდი, რომელიც თავის საქმის ცოდნად ითვლება და იმდენი რამ არ იცოდა და შეკითხვას თავს არ იდევდა. გამეკვირდა რა კარგი იქნებოდა შენ გამოცდილებას, რომ თავი მოუყარო და ამ საქმეში პროფესიონალად დახელოვნდე. დარწმუნებული ვარ, საუკეთესო იქნები. სამედიცინო მხარეს კოდეს კითხავ ხოლმე და ესეც რამხელა რამეა. მინდა რომ შენი შესაბამისი ცხოვრება გქონდეს და არ გაიფანტო. ახსნის და გადმოცემის უნარი რომ შესანიშნავი გაქვს ეს ადრეც აღნიშნე. მადლობა ძვირფასო. პირველ რიგში ძალიან მომხვდა ყურში ეს გაიფანტო და რა იგულისხმე და მიწერე. ხო. მე ზუსტად ეგ ტიპი ვარ, რომელსაც ძალიან ბევრი რამის გეთება შეუძლია და მთელი ჩემი უნიკალურობა მაგაშია. ეხლა დანარჩენს რაც შეეხება. მე რო ცოდნა მაქვს ამ სფეროში.
ანუ ძალიან ცოტა ადამიანი იქნება ესეთი ხა რატო? მე პირველად წონაში დავიგელი მე-10 კლასში. ჩემით მოგონილი აგრძალვებით დავიგელი წონაში 3 თვეში 17 კილო დავიგელი. მერე კოტის რო გავყევი. ერთად ვუყურებით ის ქონდა. დისკიანი პრეს დავკადა. ანიმაციებს რაღაცებს ვუყურებით და მეც ისევ ჭამდი როგორც ის. მაგინ არ ვიცოდი კაცს მეტი ეკუთვნის ვიდრე ქალს და ძალიან გემრიელი ჭამა ითის კოტის და მე ცხეჭი როგორ მიყვარს ჭამა და 10 კილო მოვიმატე. მე ეგეც დავიკელი. პრებიო დავიკელი, ცოტა ხანში თორნიკეზე დავორსული. 10 რომ მოვიმატე, მაშინ 15 დავიკელი. მერე ანუ 55 ვიყავი რომ გავყევი, 65-ზე ავედი და 50-ს ჩამოვედი. მე დავორსული თორნიკეზე. თორნიკეზე მოვიმატე 27 კილო. და მერე დავიკელი 7 თვეში ეს წონა. მერე ეს წონა რომ 52 კილოგრამამდე ვიყავი ჩამოსული, დავორსული ანდრიაზე. და მოვიმატე 21 კილო, რაც დავიკელი 8 თვეში უკვე. 7-ში ვეღარ. 8-ში თუ 9-ში, 8.5-ში ან 8-ში. აღარ მახსოვს უზე. თუ მეშლება ახლა ეგ ნახევარი თვე მაპატიეთ. მართლა არ მახსოვს. ხო, მერე იყო ჩემი ძალიან მძიმე პერიოდები. მაგის მერე ეს მერეც ასე მოვიმატე უკვე არაორსულობის გამო. არ მქონდა საშინელი. აი ამ თორნიკეზე რო დავიკელი ძალიან ბევრი საშინელი დიეტა მქონდა ნაცადი და ანდრიაზეც კლება რო დავიწყე 65 კილომდე ჩამოვედი რაღაც საშინელი დიეტები და მერე ვიპოვე კალორიების დეფიციტი. მაგრამ უკვე შერყეული მქონა კვებითი ქცევა. წარმოიდგინეთ. და მერე ძალიან რთული პერიოდი მქონდა, ბავშვები პატარები იყვნენ და იმ პერიოდში ვჭამდი ძალიან კომპულსიურ ემოციურად. და მაშინ მოვიმატე ეს სადღაც 2011 იყო ალბათ. მოვიმატე 70 კილომდე კიდევ. და ეგ სრულიად დავიკელი 45-ზე ჩამოვედი კალორიული დეფიციტით. ბოლოს უკვე კალორიული დეფიციტიც აღარ მქონდა. просто აღარ ვჭამდი. მერე დავიწყე მაქედან გამოსვლა. მაქედან გამოსვლა რომ დავიწყე კიდე მოვიმატე. 65-მდე მგონი, ანუ ბულემიიდან და იქიდან გამოსვლა. ყველაფრის ნებას რო აძლევ ორგანიზმს, რომელიც არაფერს აღარ აჭმევდი. ანუ ეს ძალიან სწრაფია ამ დროს მატება. და მერე ინტუიციური კვებაზე ვიყავი და მაგრითი დავიკელი 53-მდე. ნელ-ნელა დავიკელი, ჯერ 57 ვიყავი, მე 55, მე 53 და მაგ დროს გავიცანი იკა, როცა 52-53 ვიყავი. და მერე იკა რო გავიცანი, ვიყავი რამდენიმე წელი მასე. მერე ერთად ყოფნის დროს ისევ მოვიმატე, ავედი ჯერ 55-ზე და მე 57-ზე. და 57 კილოზე ვიყავი, მაშინ უკვე ვიდეოს ვიღებდი და დავაანონსე რომ წონაში მინდა დავიკლო მეთქი. ეხლა გავა პარალელი როგორ ემთხვევა ხომ ეს ჩემი წონაში კლები და ორსულობები. და გავიგე რომ ევაზე ვიყავი ორსულად. თავისით დავიკელი 2 კილო პირველ თვეებში, იმიტომ რომ ტოქსიკოზი მქონა, დიდი დართულია, მაგრამ ვებჭამდი. 55-მდე ჩამოვედი, მერე ავედი 70-მდე. ხო, ყველაზე ნაკლები ევაზე მოვიმატე, იმიტომ რომ უკვე ძალიან დიდი გამოცდილება მქონდა, არანაირი კალორია არ დამითვლია
ინტუიტიურად ორგანიზმს ვუსმენდი რა მასე ამ პერიოდში. ეხლა დაითვალე შენ 2010 წლიდან. ეხლა არის 2025 წელი. 15 წელი. 15 წელი. მე ამას კი არ ვაკეთებდი სულელურად. მე ამას ვაკეთებდი საკუთარ თავზე. მე მქონდა წვდომა მედიცინის სიახლეების, რომელსაც კოდი მაწვდენ ამ თემასთან დაკავშირებით. ასევე მას მე რაც კვებითი ქცევა ამერია, ვარ კვებითი აშლობის სამეცნიერო რაც კი არის, მაქედან გამოსვლა, ინტუიტიური კვება, აბსოლუტურად ყველაფერი ვიცი, ანუ ეს ყველაფერი ვიცი, თეორია და ვიცი პრაქტიკა. ახლა შენ წადი და მოძებნე. ადამიანი 15 წლიანი პრაქტიკული და თეორიული სტაჟით, რომელსაც რო ეტყვი, იმას კი არ გაიგებს, რაც წიგნში წაიკითხა. იმიტომ ავიწყდება იმას, რომ იმან გონებით იცის, მაგრამ მის მარსებამ ეს არ იცის. მე არ შეიძლება ეს ამავიწყდეს, იმიტომ რომ მე ეს ვიცი, იმიტომ რომ ეს გამოვიარე. ანუ როგორც ვერ დაგავიწყდება ადამიანს შენი სახელი და გვარი. შეიძლება სამედიცინო ტერმინით არ ვთქვა რამე, მაგრამ არსი და მექანიზმი ვიცი ყველაფრის. და დღევანდელი მედიცინა, უახლესი მედიცინა, იქ, სადაც საფუძვლებია იცით რა დგას, უნდა იყოს მორგებული ადამიანზე. თუ რაღაცა კარგია, მაგრამ ადამიანებზე მორგებული ვერ არის და ადამიანისთვის სარგებელი ვერ მოაქვს, იმას რაღაცა კაი არ არის. და ამაზე წვდომა მაქვს ხოლმე სულ კოტისგან. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ მე ვარ ამ სფეროში ბოლოდ შეუდარებელი. და ის ადამიანები, ჩემთან არ იქნებიან ადამიანები, რომლებიც მოვლენ იმისთვის, რომ ერთ კვირაში 10 კილო დაიკლან. ჩემთან არ იქნებიან ადამიანები, ვინც იმისთვის მოვლენ, რომ თქვან, რომ აი კიდე ერთი მარათონზე ვიყავი და არაფერი არ მშველის. ჩემთან არ იქნებიან ადამიანები, ანუ ვისაც უნდა თავისი პასუხისმგებლობა სხვას გადააბაროს. არამედ იქნებიან ადამიანები, ვისაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა, რომ აი ამას გაუმკლავდეს, ეს შეცვალოს. მზად არის, რომ იმუშაოს ამაზე, იმიტომ ეს რთული არ არის ეს მარტივი. მაგრამ მე რო ვიქნები მასთან, ეს აადვილებს. არ მარტო ეს გზაც არ რთულია. ჩემი გამოცდილებით ვამბობ. და მე მინდოდა, რომ ეს მარტო გამეკეთებინა. და ვისაც უნდა, არ მარტო გააკეთოს. ძალიან დიდ წარმატებას უსურვებ, იმიტომ რომ ურთულესი გზა არის. მაგრამ შეუძლებელი, რა თქმა უნდა, არაფერია. თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მე მინდა რომ მყავდეს ვიღაცა გვერდით ამ დროს. და ეს ვიღაცა გვერდით ამ დროს ვიქნებ მე, რომელმაც იცის ყველაფერი. ანუ წუდიათში სინათლე, ასე ვთქვათ. და მე მინდა რომ ადამიანებს დავეხმარო. და რა თქმა უნდა, ისე აღარ როგორც ადრე ჩემ თავს არ ვაფასებდი. ჩემ თავს არ ვაფასებ და მე თვითონ ვაუფასო, ანუ შენ რო შენ თავს არ აფასებ. ამ დროს შენ თვითონ აუფასურებ შენ თავს. სხვას რა უნდა მოსთხოვო. ანუ ჩემი დრო ეს არის ჩემი სიცოცხლის დრო. და ეს არის ცოდნა, რომელიც არის შეუფასებელი. შეუფასებელია იმიტომ, რომ ეს ადამიანების ცხოვრება სრულიად შეცვლის. თუ ადამიანს ამაში არ ემეტება, ძაღლის ყიდვა რომ უნდა თხომე. აი უფასოდ რომ უნდა თხომე, სიმბოლურ ფასადებენ ხოლმე და ამბობენ ხოლმე, რომ თუ ეს არ გაიმეტა, მაშინ არც მოუვლის მაგასო, ეგრეა. თუ ის სიმბოლური ადამიანს არ გაემეტა, მაშიოცა ჩვენ ვიცით, რომ წონაში მოსამატებელი პროდუქტები ერთ ხშირად ვიმატებთ, რა ფასი ღირს. მაშინ რაზეა საერთოდ საუბარი, ხო? და ეს არის ჩემი დრო, ჩემი ყველაზე ძვირფასი რესურსი, რაც მე შეიძლება გავამაჩნდეს, რაც მე აღარასდროს აღარ დამბრუნდება. და ჩემი უდიდესი ცოდნა. ვინც მზად არის, რომ გადაიხადოს ამაში
მე მზადვარ რომ ამ ადამიანებს დავეხმარო. იმიტომ რომ ყოველთვის ვეხმარებოდი, ყოველთვის დავეხმარები ისედაც ადამიანებს. უბრალოდ ეს კიდევ სხვა საფეხურია, სხვა სიღრმეა და სხვა რაღაცა. სწორად გაიგეთ. ყველა ჩვენგანი მუშაობს, იმიტომ რომ ყავს შვილები და გვინდა რომ გქონდეთ მათ ის რაც უნდა გქონდეთ. და არავინ არ მუშაობს ახლა უფასოდ, იმიტომ რომ ვიღაცას ხარ მე ძალიან მინდა რომ უფასოდ თმა შემაჭრან და ფრთხილი გამიკეთონ. თუ ბლოგერი ვარ და იმიტომ მიკეთებენ, ეგ უფასოდ არ არის. ეგ არის ბარტერი. და პირიქით კიდე აქეთაც იხდიან ხოლმე მაგ დროს. მაგრამ მე ვიძახი ისე უბრალოდ. მაგრამ აბა მიდი კბილის ექიმთან და უთხარი რომ იცი რა მე მინდა კბილის გაკეთება, მაგრამ ძვირია ეხა და აბა ისე გამიკეთე. ნებისმიერ იმაზე მიდი აბა. და უთხარი ხო? ეგრეა. უფასოდ არ მუშაობს არავინ. და მე კიდე მთელი ამ წლების განმავლობაში უფასოდ გავცემდი ამ ინფორმაციას და ამის გამო ადამიანები მაუფასულებდნენ და პატივს არ მცემდნენ. ასე რომ მართლა შეუფასებელია ეს ცოდნა, რაც მე შემილი ადამიანს მივცე და მართლა 200 კი არა, 2000 კი არა, რა ვიცი. აი მთელი ცხოვრებისეული ცოდნა რა. ღმერთს ვეხვეწებოდი მე, რაღაცა იმ საშინელ დიეტებზე ვიყავი, რომ ღმერთო მეთქი გახვეწები, გამომეჩინე მეთქი ისეთი რა, მე მეთქი რომ ყველაფრის ჭამა შემეძლოს და წონაში დავიკლო თქო. და აი ისიც. ანუ მე დამჭირდა წლები. თუ და ყველა ადამიანს რომელიც ცოდნას, რომელიც არსებობს წლების განმავლობაში მზადაი რო აკროვოს, ჭირდება ამას ეს დრო. და ჩემთვის ეს ძვირფასი იყო. ხოლო ის ადამიანები, ვისაც უნდათ რომ აი მე შევაგროვე, ეს ჩემი ცოდნა და გამოცდილება და შენ გინდა რომ მოხვიდე, შენი საქმე გაქვს, შენი ცხოვრება გაქვს. არ გინდა რომ ეს აგროვო. შემსავით ამდენი წელი, იმიტომ რომ შენ სხვა სფეროში ხარ, შენ სხვა ინტერესები გაქვს. მოხვალ ამ ცოდნას აიღებ, რაც სხვა შეაგროვა, გადაიხდე ამაში გარკვეულ თანხას და აიღებ ცხოვრების განმავლობაში, შეცვლი შენ ცხოვრებას, გამოიყენებ. всё. გააგრძელებ. ორი გზა, ან დროს ხარჯავ ამ ფულს. რომელიც უფრო მისაღებია. მოდაგай. შავი შოკოლადი უფრო მიყვარს. მაგრამ იმდენი ხანი ჭამე შავ შოკოლადიო. ძალიან მინდა ძიანი და გინგა. გასაგებია ნინი, შეგეხმები პირაში დღეს უკვე გვიანია მანდ. ერთფეროვან თხოვებას გავიფერებ, გავიხალისებ, მე თქვენც არასად მადლობა საყვარელო. ნიკუიკე ქართულად მიწერია მესენჯერში. მომწერეთ ვისაც გინდათ. ხათუნა გემრიელი გოგო გვესაუბრება ყოველთვის გემრიელად და ვიკლებ წონაში გემრიელი ადამიანები მხოლოდ ნამდვილად ძვირფასო, ნამდვილად მხოლოდ გემრიელები, ვისაც გვიყვარს ძალიან გემრიელი ჭამა, გემრიელი საკვები, გემრიელი ცხოვრება და ის ადამიანები, ვინც შხამისგან არ არიან გასიებულები, არის კატეგორია ადამიანებისა, რომელიც შეიძლება წონა არც აქვს ზედმეტი, ან აქვს, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. აი ტიპი თვითონ არის, აი ბოროტებისგან გასიებულია ტიპი, ანუ ვიზუალურად არ ვიძახი, აი თვითონ თუ გაქვს შენ აღქმა რომ დაინახო ადამიანი, აი მისი არსი რა შინაგანი არ ვიცი, მე შემიძლია დანახო ადამიანს ვუყურებ და აი ეცთვის მაგონებენ ხოლმე არიელი ის რო არის პატარა ქალთევზა არიელი წითელთმიანი გახსოვთ იქ რო 8 ფეხა არის. აი რაღაცნაირი აღარ სული აქვს ესეთი სხეული კი არა, აი ბოროტებისგან გასიებული, აი დამძიმებული, ვაიმე ჩაჭაობებული და აი რო ვუყურებ ხოლმე ადამიანებს. აი რაც არ უნდა ილაპარაკოს,
ანუ პირდაპირ ხედავ ხოლმე. ანუ არ ვიცი რატომ აქ ეს უნარი, მაგრამ მაგ. ახლა წარმატებები და წინსვლიანი იცი როგორ მესმის და თან რა მტკივნეულია, როდესაც შენ არის შენახლებელ ადამიანს არ უხარია, შენი კარგია წინსვლა, რომ ვერ ეგუება და ცუდად ხდება. შენ თანახვაზე რატო ახლა ამდენს და კიდე რა ბედნიერება, რომ აგუებები შენ თავს და კიდე მას, რომ არ ემსგავსები კიდე, რომ გეცოდება პირიქით მისი კარგი გინდა და მან მაინც ვერ გიტანს, ვერ ამომიხსნია ეს ცხოვრების განტოლება. ეს არის იცი რა ძვირფასო? ნახე როგორი რაღაცა არის. არიან ადამიანები, ან ყველა ადამიანი გარეგნულად ხოლმე განსხვავდებით ახლა. ზოგი დაბალია, ზოგი მაღალია, ზოგი გამხდარია, ზოგი პუტკუნა, ზოგი ქერა, ზოგი წითურია, ზოგი შავკრიმანია, ანუ ხო რამდენად განსხვავდებით ადამიანები. და ასევე განსხვავდებით ადამიანები სულის სიდიდითაც. ანუ სულის სიდიდე უკვე სხვა სილამაზით და სილამაზით და მრავალფეროვნებით, ანუ სიდიადით. ეს უკვე სხვანაირად გაიზომება, ანუ ადამიანი რაც უფრო პატარაა, მით უფრო აქვს აი ეს, რომ შეგეჯიბროს. ანუ იმ მომენტში იმას გამოერთვება ის ვინ ხარ შენ მისთვის და ჩაერთვება ის თვითონ გრძნობს ამ დროს თავს ცუდად. ხტები? რომ აი მე პარალელსავლებს თავის თავს შენთან ხედავს წაგებულად და მე ბრაზობს შენზე. იმაზე კი არ ბრაზობს, რომ მე რო სხვანაირ მოქცეული ყავი ესე გამიკეთე მინა ისე, იმიტომ რომ ფიქრობს რომ ამას რაღა აზრი აქვს ეხლა. ანუ გაუცნობიერებლად ხდება ეს ყველაფერი. კი არ ფიქრობს და ისე კი არ ბრაზობს, ანუ გაუცნობიერებლად. მისი არსი, მისი სული, ანუ ხდება იმას, რომ აზრი არა აქვს. ვერაფერს ვეღარ შეცვლის და ხა თავის თავს ყوار დააბრალებს, შენ უნდა გაბრალოს. და რაც უფრო დიდია ადამიანი. ანუ მით უფრო ხედავს იმას, რომ okay, მე ვერ გავაკეთე, ვერ შევძელი, მაგრამ აი შეძლო ამან და რა მაგარია. აი რა მაგარია, რა საოცრებაა, როგორი სავსეა სამყარო შესაძლებლობებით და რა სასწაულია. მე ესე ვუყურებ. ყოველთვის ესე ვუყურებდი. და თუ მქონდა ის მომენტი, რომ მე რატო არ? ყოველთვის მქონდა კითხვა ჩემს თავთან. და პასუხიც მქონდა ჩემი თავისგან, რატო არ? ანუ თუნდაც ის აქამდე რატო არ გავაკეთე? იმიტომ რომ ახლა მაგ, ანუ 100%-იანი მზაობა რეალურად არაფრისთვის არ არსებობს, არც ბავშვის გასაჩენად, არც გასათხოვებლად, ოჯახის შესაქმნელად, არც ამისთვის. მაგრამ მაქსიმალური მზაობა რაც შეიძლება არსებობდეს, ასე ვთქვათ, ხო? წინაზე ვიდეოსო ვიღებდი, ვთქვი 100%-იანი, თქვა ჩემმა თავმა მითხრა 100%-იანი არ არის მაქსიმალურიო და ეს მინდოდა ესე მეთქვა. ხო. ანუ რეალურად რამდენადაც არის მაქსიმალური მზაობა მინდოდა მქონოდა და ამას ველოდებოდი. ანუ კი არ ფიქრობდი რომ ამას დაველოდო და ეს გავაკეთო. არა, ვაფშე არ ფიქრობდი, ანუ ჩემი არსი თვითონ ჩემი სული ელოდებოდა საჭირო დროს, იმიტომ რომ მე მჯერ არ ყველაფერს აქ თავისი დრო. ყველაფერს ამ ცხოვრებაში, როგორც დაბადებას და სიკვდილს, ასევე სხვა ყველაფერს აქ თავისი დრო ამ ქვეყნად. და ეს საოცრებაა. თუნდაც იმას საერთოდ არ მქონდა არანაირი ის, რომ ეხლა მე ფული ვიშოვო. ანუ ძალიან თქვენობით ვიყავი ფულთან, ხო? იმიტომ რომ შენი თავი რო გაქვს ადამიანს ნაწილ-ნაწილ დაშლილი და დამალული და გადაკარგული. ჯერ შენი თავი გინდა იპოვო და მოაგროვო რა, გეფულება. ნუ მე მაგალითად არიან ისეთები, ვისაც ფული უფრო მთავარია და სულ ყოფილა აწყობილი, სულ დაშლილი იყოს. ჩემი სული ეგეთი არ არის. მიყვარს, განა არ მიყვარს, ძალიან მიყვარს, ხარჯვა. მაგრამ ანუ ფულის გულისთვის მე სულს არ გავყიდი. არც გულს არ გავყიდი და არც სხეულს არ გავყიდი. всё.